საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ გრძნობს. როგორ გგონიათ, ვინ ამბობს ამ სიტყვებს? მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი? არა. პაატა ბურჭულაძის ადვოკატი? არა. ისინი ციტყვიან, რა საკვირველია, როცა იქნება მაშინ. მაგრამ კონკრეტულად ამ სიტყვების ავტორი ვინ არის, მეთქი ამას კითხულობ. მესამე, მაგალითად, პაატა ბურჭულაძე და ბაჩანა ახალაიას, ან ირაკლი ოქრუაშვილის, ან ელენე ხოშტარიას, ან ნიკა მელიას ადვოკატი? არა. გაგიკვირდება და ამ სიტყვების ავტორი არის ვინმე გრიგალაშვილი, რობერტ გრიგალაშვილი, რომელიც არის თავის მხრივ არის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, განწირული და გაწირული გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი. ეს ის კაცია გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სუსის, წარმოიდგინეთ, უსაფრთხოების სამსახურის, დამოუკიდებელი ქვეყნის, ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიები რო აქვს წართმეული წაღლეტილი რუსების მიერ, იმ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური იყო, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო და ამ მიმართებით მუშაობდა თუ არა სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ აი რაზეც მუშაობდა, ეს არის კოლ-ცენტრების მფარველობა, გთამის აღება და რა გინდა რა მაქინაციები, რომელთა გამოც ბიზინა ივანიშვილმა ის დაიჭირა, ბიზინა ივანიშვილმა დაიჭირა მართლა დინარაძემ და კობახიძემ და რომელიმე პროკურატურის წარმომადგენელმა კი არა. ის დაიჭირა და 4 კედელში ამოამწყვდია. ეს ის ლილუაშვილია, რომელსაც თავიდან ბოლომდე ენდობოდა ბიზინა ივანიშვილი, რომელზეც ყველა ფსონი ჰქონდა დადებული. მაგრამ რატომ მხოლოდ ლილუაშვილი? ირაკლი ღარიბაშვილი ლილუაშვილის უფროსი იყო, პრემიერ-მინისტრად 2 ჯერ მუშაობდა კაცი. მთელ პოლიტიკას ანედობდა ბიზინა ივანიშვილი, სწორედაც რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მისი საყვარელი მოსწავლეც თუ შეგირდი იყო, რომელიც ოჯახთან ახლობლობდა ამასთან. და ირაკლი ღარიბაშვილიც გასწირა ბიზინა ივანიშვილმა, საერთოდ დაუნდობელი კაცია, ოლიგარქი, არა მხოლოდ ოლიგარქი, არამედ ჩანს დაუნდობელი კაცია მისი ვაჟი ბერა ივანიშვილიც, რომელსაც ამ ხსენებულ ირაკლი ღარიბაშვილთან ესეთი ნათელმირონი ურთიერთობაც ჰქონდა, თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში ტრიტრი და ანტუნის, სწორედაც რომ ბერა ივანიშვილი ეძახდა, ასე მიმართავდა ირაკლი ღარიბაშვილს. ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ის რაგვარია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ბურჭულაძე, რომელიც სხვადასხვა ყველაზე უცოდველი მგონია ამ პირთა შორის. რომეო მიქაუტაძე, იცით თუ არა, რომ რომეო მიქაუტაძეს პირდაპირ მნიშვნელობით აი ეს ჩემოდანიში ან რაღაც კისაში, ცხადი არა კისაში, დიდ კისაში, ესე ვილაპარაკოთ, ფული მიქონდა ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ირაკლი ღარიბაშვილს აძლევდა ფულს ამ უკანასკნელს, სხვა შორის 7 მილიონი დოლარი და კიდევ ძვირფასეულობა, ოქროები, ბრილიანტები, საათები, ოქროს ზოდები, ამ მსგავსი არა გვაქვს, რომ ვაჩვენოთ მაყურებელს, არა, ოქროს ზოდები, მოსაშვილის სახლში აღმოუჩინეს, მაგრამ სხვა იმ რამდენიმე ათეული სახლიდან ამოღებულია, განა არ არის ამოღებული სხვა ოდენობის თანხა 7 ჯერ 7 მილიონი 49 ჯამში, ან 10 ჯერ 7 70 მილიონი, ან მეტი დოლარი, ლარი, არ ვიცი, ევრო თუ რაღაც რუბლი არ არის განა ამოღებული ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვების საცხოვრებელი სახლებიდან. რამდენი აქვს ამიხსენით, რამდენი უნდა ჩაიტანოს ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩაიტანს, განა არა. მე ვიცი, მაქვს ინფორმაცია, როგორ უგროვებდნენ ახლაც მაღალი ალბათობით მას ფულს, რომ ბიზნესმენები, ცალკეული ბიზნესმენები, რომლებსაც უნდათ, რომ არ ვიცი, რომელ სალაროში ჩავს სალაროში, სწორი სიტყვა, ჩაიტანონ ფული, რომ ბრალი შეუმსუბუქდეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს. და თუ ჩაიტანენ პირობითად ლაპარაკობ 200 მილიონს, ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი არა 5-7 წლით იქნება გამომწყვდეული 4 კედელში, არამედ იქნება გამომწყვდეული პირობითად 2.5 წლით და მერე გამოვა პრეზიდენტად, რომ მუშაობს ის კაცი, თავი რომ პრეზიდენტი ჰგონია ის კაცი და უდო შეეხება, ან შეწყალების კომისია იმუშავებს და 28 წელი ან 29 წელი და ირაკლი ღარიბაშვილი სვაბოდა იტყვიან ასე და წავა მერე სადმე საფრანგეთში, განა არა 1, 2, 3, 5 ან 15 მილიონი სადმე საფრანგეთში ეკნება გადანახული მასაც და ხსენებულ გრიგოლ ლილუაშვილსაც, რომელსაც თურმე თავი დამნაშავე არ გონია, თუმცა ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება ჩემი ინფორმაციით, ვისაც გასწირავს ეს სხვა შორის ღარიბაშვილიც გასწირავს, გაგიკვირდებათ და არის ჩემს მიერ ბრჭყალებში ადვოკატირებული ჯუტა რაგვარია ბურჭულაძე, თავდაცვის მინისტრი, მე ის არ მეწოდება, ცხადია, არანაირი სიმპათია მის მიმართ არ მაქვს, მაგრამ აი ამ 4-ეულში ან 3-ეულში
მაგალითად თანამდებობის პირებს გულისხმობ პრემიერ-მინისტრის სუსის უფროსი და თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ჯუტა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით უდანაშაულო რასაკვირველი არ არის, მაგრამ ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა გასწირეს, მეთქი ასე ვიტყვი და თუ ამას ვიტყვი, სულაც არ იქნება გადაჭარბებული. ბიზინა ივანიშვილს საერთოდ ახასიათებს ადამიანების მოხმარება, ცუდი სიტყვაა, ხო? დიახ, მოხმარება, უფრო ცუდ სიტყვას ვიხმარ და მე უკვე გააწირვა. არა, ირაკლი კობახიძეს არ ემუქრება, ამგვარად გააწირვა, მაგრამ ანუ 4 კედელში ამომწყდება, მაგრამ ირაკლი კობახიძეს იქნება განწირული, როცა იქნება მაშინ და გეტყვით რატომ? იმიტომ კი არა, რომ ფულს იღებს. მე არ მსმენია გულახდილად გეტყვით, რომ რომელიმე კოლ-ცენტრის წილში იყოს ირაკლი კობახიძე, როგორც ასე მაგალითად ლილუაშვილი იყო, ან მდინარაძეზე არ მსმენია ერთი ორგანო შესაძლოა, მაგრამ დადასტურებულად ინფორმაცია იმის თავობაზე, რომ აი მდინარაძე მფარველობს კოლ-ცენტრებს, გულახდილად გეტყვით, არ მაქვს. ეგ რა მაგის პასუხია, კოლ-ცენტრები გაქრა ლილუაშვილის დაჭერის შემდეგ? თუ ისევ არის და თუ არის, ვინ მფარველობს? ვინ არის ამ კოლ-ცენტრების უკან? რომელი მაღალჩინოვნესანი, იმიტომ რომ მე რო კოლ-ცენტრი გავაკეთო, არც გავაკეთებ რასაკვირველია, მაგრამ მე რო კოლ-ცენტრი გავაკეთო, ზუსტად მეორე დღის მეორე საათს ვიქნები დაკავებული და მართებულადაც მოიქცევა სამართალდამცავი სტრუქტურა დამოუკიდებლად იმისა, მე ჟურნალისტი ვარ თუ საჯარო პირი ვარ თუ ცნობილი პირი ვარ თუ ასე შემდეგ. დიახ, მე დასაჭერი ვიქნები და ახლა რო კოლ-ცენტრებია ყოველ სადარბაზოში, ხმამაღლა თქვამია, მაგრამ ყოველ მე-10 სადარბაზოში პატარ-პატარები, ან ყოველ 50-მე-10 სახლში შედარებით დიდები, ან ყოველ 250-მე-10 დიდ რაღაც ოფისში. ხო, მათი მფარველი ვინ არის? შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, სუსის მაღალჩინოსნები, პროკურატურის მაღალჩინოსნები, პარტიის მაღალჩინოსნები და ეს ფული სად მიდის? მარტო ილექება მარტო ამ ადამიანების ჯიბეში თუ ბიზინა ივანიშვილს აქვს აწყობილი სისტემა, რომ ნაწილი მიდის იქ, ნაწილი რჩება პარტიაში, ნაწილი რჩება თუ ამ კოლ-ცენტრების ზურგს უკან დგომებს და საერთოდ ეს შავი სალარო ჯამში რამდენია რომეო მიქაუტაძემ, ალბათ ყველაზე კარგად იცის, მაგრამ რომეო მიქაუტაძეც არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ამ სისტემის ხარიბაშვილის მიერ შექმნილი, ხარიბაშვილისა და ლილუაშვილის მიერ შექმნილი სისტემის ნაწილი იყო, რომ ვიცოდეთ. მაინც ხო და ბიზინა ივანიშვილზე ვლაპარაკობდი, ბიზინა ივანიშვილმა კადრების შერჩევა იცის, როგორ არის, რომ მისი პრესსამსახურის უფროსი გიორგი უძილაური საერთოდაც აგენტი ყოფილა, კი გვეუბნება რუსთავი და იმედი რომ დასავლეთის რომელიღაც სპეცსამსახურისო, მაგრამ ეს ეგ რა მაგის პასუხია და ოფიციალურ განცხადებაში სუსისა თუ არ ვწდები არ ყოფილა, ანუ არ უთქვამს იმ კაცს რაგვარიც არის, რომ მაინც და მაინც დასავლეთზე მუშაობდა, თუ დასავლეთზე მუშაობდა, მაშინ დაესახელებინათ ქვეყანა პირობითად უნგრეთი, სლოვაკეთი, რეალურად გიორგი უძილაური რომ რუსეთზე მუშაობდა, ეს ხომ ყველა იმ თავითვეც იცოდა, არა თუ ამ თავითვე და ბიზინა ივანიშვილის ხელდასმით მუშაობდა გიორგი უძილაური რუსეთის სპეცსამსახურებზე, უბრალოდ რომელიღაც ეტაპზე ვიღაცას არ დასჭირდა და მოიხმარეს ტრიაპკა, სწორი სიტყვაა, ჭვარივით და მოისროლეს. ბიზინა ივანიშვილს დაუბრუნდები, ბიზინა ივანიშვილსაც ეს ახასიათებს, მოიხმარს პირებს და მერე გადააგდებს ხოლმე მოისვრის ისტორიის სანაგვეზე და ზოგი მათგანი ეს იხეში ამოამწყდია. იცით თქვენ, მე მესმის რომ კობახიძე კი არა, რაგვარია ეს ღარიბაშვილი, გარკვეულზე მაღალი ალბათობით დატოვებს მალე, პრეზიდენტად რომ მუშაობს ის კაცი შეიწყალებს მალე რას ნიშნავს დაახლოებით 3 წელიწადში, 4 წელიწად ნახევარში, გამოძრება მშრალად, მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა რომ კადრების შერჩევა არ იცის, ეს ფაქტია, თავად აპარინებს, თავად აშვებინებს შეცდომებს და მერე უკვე გამოიჭერს ხოლმე და აგე როგორ მიღალატე თუ ამას ეუბნება, ასევე გამოიჭერს, ოღონდ არა ფულის აღებაში, მაინც და მაინც დინარაძეს, კობახიძეს, ნაგვარია ის პაპუაშვილს და ასე შემდეგ, ამათმა დამღუპესო იტყვის, როგორც კი ბიზინა ივანიშვილს ეს დასჭირდება, როგორც კი იგრძნობს, რომ ეს ადამიანები გასაწირები არიან და მათთვის არის შესატენი ის საშინელებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მე არ გამორიცხავ არც იმას, რომ მიხეილ ყაველაშვილმა უცებ ერთ ჩვენიერ თუ არა მშვენიერ დღეს მისთვის, ან მისი ოჯახისთვის დაწეროს განცხადება, გთხოვთ გამანთავისუფლოთ, სად არის ჩვენი კალამი, გთხოვთ გამანთავისუფლოთ პრეზიდენტის თანამდებობიდან და მე ქართულმა ოცნებამ მეთქი ასე უნდა ვთქვა, მოკლედ პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი ბჭყალებში დაგვინიშნოს. ლადო კახაძე მაგალითად თუ არ ვიცი ვინ დავასახელო, ნინო წილოსარი ღმერთმა დაგვიფაროს, თუმცა ღმერთმა არ დაგვიფარა, როცა მიხეილ ყაველაშვილი ირჩეოდა თუ შეირჩეოდა პრეზიდენტის თანამდებობაზე. ის რასაკვირველია დე-ფაქტო პრეზიდენტია, მაგრამ საკუთარი თავირო პრეზიდენტი გონია, ეს კი ვიცით. მოკლედ ბიზინა ივანიშვილმა არის ის კადრების შერჩევა, მე გაგახსენებთ. მის შემდეგ პრემიერ-მინისტრი იყო კაცი და მეორეჯერაც იყო ეს კაცი, რომელიც ახლა 4 კედელშია მომწყდეული. სუსის უფროსი იყო კაცი,
რომელიც ახლა 4 კედელშია მომწყდეული, ანუ ლილუაშვილი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიქაუტაძე, რომელიც ერთ-ერთი იყო ის, ვინც ავსებდა ამ სალაროს, ის 4 კედელშია მომწყდეული, იგულისხმება მიქაუტაძე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარე რიჟვაძემ გაისროლა, დაუშვათ რომ ეს ვერსია სწორია, გაისროლა თირკმელსა თუ ფილტვში, იმიტომ რომ Facebook ბულინგი ვერ აიტანა, არა ბატონებო. იმიტომ გაისროლა რომ ესე ეგონა რომ ესე გადარჩებოდა, რა კი გადარჩა კიდეც ღმერთმა უცხის სად არის გერმანიაშია თუ ბათუმშია, აჭარაშია დაბრუნებული, არა აჭარაში არ იქნება, დათესილია მარტივად რო ვილაპარაკოთ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი რაშვილის მამა რო დავიცავი ბჭყალებში ის ბურჭულაძე 4 კედელშია გამომწყდეული. ეხლა ვილაპარაკოთ ადამიანებზე, რომლებიც 4 კედელში არ არიან გამომწყდეული და ვილაპარაკოთ მაგალითად სად არის გიორგი კვირიკაშვილი? გიორგი კვირიკაშვილი ხო ცუდი პრემიერი იყო ბიზნე ივანიშვილის გაგებით. რატომ შეარჩია ცუდი პრემიერი, რომელიც აღარ არის პოლიტიკაში, გიორგი კვირიკაშვილი ბიზნე ივანიშვილმა? რატომ შემოგვტენა უკაცრავად გიორგიისთან, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, რატომ შემოგვტენა ის და საერთოდ რა იყო მისი განთავისუფლების მიზეზი? მე გეტყვით რომ გიორგი კვირიკაშვილი გაცილებით კაი პრემიერ-მინისტრი იყო, ვიდრე ბახტაძე, ვიდრე კობახიძე, ვიდრე ღარიბაშვილი, ვიდრე ჩემი აზრით გახარიაც ივანიშვილიც და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ ქართულ ოცნებას კარგი პრემიერი ხავდა, გიორგი კვირიკაშვილი ყველაზე კარგი პრემიერი იყო, ჩემი რწმენით. ხედვაბაიც ჰქონდა ამ კაცს და არსებობდა კვირიკაშვილის ფაქტორი, მაგრამ ის განთავისუფლებულია. ქართული ოცნების პირვანდელი გუნდი, აღარავინ აღარ არის წულუკიერესა და კახაკალაძის გარდა პირვანდელი გუნდიდან ახლა ხელისუფლება ძალაუფლებაში. სად არის მამუკა ბახტაძე? ის არ იყო ყველაზე ცუდი, ან შეიძლება იყო კიდეც ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრი, როგორც პრემიერ-მინისტრი. სად არის კახა კუჭავა? სად არიან ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც ან მოიგო, ან მეტნაკლებად ნორმალურად მიხავდა ვითარება ბიზნა ივანიშვილს? ისინი არ არიან ზუსტად ისე, როგორც არ იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ ირაკლი კობახიძე და ამ უკანასკნელს ქრთამის აღებაში, დინარაძეს ქრთამის აღებაში კოლცენტრების ფარველობაში ვერ მიედავება, მაგრამ იმას კი იტყვის მათზე, რომ ამ ადამიანებმა დაღუპეს ქვეყანა, დამღუპეს მეცო და ბიზნა ივანიშვილი ამ ყველაფერს გააკეთებს ისიც როდის, მაშინ, როდესაც კიდევ უფრო კარგად იგრძნობს და ჩემი აზრით უკვე გრძნობს კიდეც ნაწილობრივ მაინც, რომ მისი მფარველები, ბიზნა ხომ ბიზნესია პირველ ყოვლისა, მისი მფარველები, მოსკოველი მფარველები, უბრალოდ მისთვის ვერ იცლიან და მოსეთი ამ ფრონტზე, უკრაინის ფრონტზე მარცხდება და მარცხდება. რატომ ვამბობ, რომ მარცხდება და მარცხდება მეთქი? იმიტომ რომ იცით თქვენ და არ ვიცი ალფოსovat იცით თუ არა, რომ რუსეთი ბოლო რამდენიმე თვეა ტერიტორიაზე, სოფელზე კარგავს, არ მინდა შემეშალოს და თუ მომნახე ნახავ ამ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 120 თუ არ ვცდები კვადრატული, შეიძლება 1200, მოკლედ ამდენი კვადრატული კილომეტრი დაკარგა ბოლო ერთ თვეში რუსეთმა და 40,000 კაცი ხავს მოკლული ფრონტის ხაზზე და ვერ ერევა და მოხჭობილია და მოსკოვში, პეტერბურგშიც კი არა, თუ ურალს იქით, ომსკსა თუ მურმანსკში, ან კიდევ უფრო იქით, ჩელიაბინსკში არის სერიოზული ეკონომიკური, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. რუსეთის პრეზიდენტს შლეგ ვლადიმერ პუტინს დიდი დღე არ უწევია მეთქი, როცა ვამბობ, მაინც და მაინც იმას კი არ გულისხმობ, რომ მაისის 26-მდე დააყირავებენ, მაგრამ იმას კი ვამბობ, რომ 27 წელს ვერ გადასცდება მისი მმართველობა, იმდენად ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება რუსეთი. ეს სხვადასხვა ძალიან რთული გადასახარში იქნება ევროპისთვისაც და შეერთებული და ცივილიზებული სამყაროსთვის, იმიტომ რომ მაინც ბირთვულ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე და ძალიან საინტერესოა, სად აღმოჩნდება ეს ბირთვული იარაღი, როგორც ასეთი რუსეთში დეზინტეგრაციული პროცესების დაწყების შემდეგ. მაგრამ ბიზნა ივანიშვილზე ვლაპარაკობთ რა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ბიზნა ივანიშვილი ამას გრძნობს და ახლა იწყებს ფრთხილად, ოღონდ შეიძლება დაიწყოს პოლიტიკის გადალაგება, ადეკვატურობა და ასე შემდეგ. არ გამოვა, არ არის ლილუაშვილის დაჭერა, უზილაურის დაჭერა, ღარიბაშვილის დაჭერა, კიდე ვიღაცეების დაჭერა, დამნაშავეების თუ უფრო დამნაშავეების, მისი ინდულგენციის საფუძველი სწორედ ბიზნა ივანიშვილმა დააშავა. მთავარ დამნაშავეს სწორედ ის არის. დანარჩენები კი არიან უკაცრავად რუსულისთვის მელკი სოშკები, ანუ ტიპები, რომლებიც წოვდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლებიც იჯდნენ, იცხდნენ სახელმწიფო ბიუჯეტი, იპარავდნენ, ოღონდ ბიზნა ივანიშვილის, სწორედაც რომ ბიზნა ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემაში მოქცეულები, სისტემას მოერგნენ ისინი, კიდევ უფრო გააძლიერეს და ეგონათ საკუთარი თავი უძლეველები, დაუმარცხებლები და ადამიანები მოქალაქეებად მიიჩნევდნენ ისეთებად საკუთარ თავს, რომ ყველაფერი შერჩებათ, მაგრამ ბიზნა ივანიშვილი ყველას კი არა, მათ კი არა, აგ ირაკლი კობახიძესაც შესტენის ყველაფერს და იტყვის, რომ ეს რა გამიკეთა ირაკლი კობახიძემო და
და შესაბამისად პოლიტიკა შეიცვლება ირაკლი კოლახიძის განთავისუფლებითო, რომ ვიცოდეთ მაინც ლილუაშვილი გასწირა, ღარიბაშვილი გასწირა, ბურჯულაძის ხვები და სხვები და გასწირავს უთუოდ ირაკლი კოლახიძესაც ასეთია ცუდი მენეჯერის ხაზგასმით ვამბობ, ცუდი მენეჯერი ბიზინა ივანიშვილის სტრატეგია, ტაქტიკა უფრო ის ცხოვრობს და ის მართავს მაშინ, როდესაც ოლიგარქიულ სისტემაშია, ეს ოლიგარქიული სისტემა შექმნილი 90-იან წლებში საბჭოთა კი არა, პოსტსაბჭოთა რუსეთში, იქ თევზი იყო წყალში, როცა ფოლი უნდა ჩაეტანა, როცა ვიღაცა უნდა მოესყიდა, როდესაც ნებისმიერი ნებართვა უნდა მიეღო რაღაცის თაობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი მეტნაკლებად დამოუკიდებელ სივრცეში აღმოჩნდა ბიზნესმენ ოლიგარქი, ბიზინა ივანიშვილი ის ცხადია გამოიჩინა, ის ცუდი კი არა, ცუდით ხო, ესე ვთქვათ, კი ბატონო, ის ცუდი თვისებები, რომლებიც მას თურმე ჰქონია, ანუ ცუდი მენეჯერია, ვერაფერს თავი ვერ მოაბა, ვერ სტრატეგიული თვალსაჩინო, ვერ ტაქტიკური თვალსაჩინო, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ერთგვარი იღბლიანი კაცია, მას მუდმივად აქვს რესურსი გადაგორებისა და აი დაკლავს ერთს, ამით ახალ იმედებს ჩაუსახავს საზოგადოების ერთ ნაწილს, მერე მოიყვანს გარყნის მეორეს, გარყნის ასე სწორი სიტყვა, მოიყვანს მერე იმასაც გასწირავს, მერე მესამეს, მეოთხეს და მეხუთეს და როდემდე მეთქი ასე თუ ვიტყვი, ღმერთმა უწყის. ბიზინა ივანიშვილი თუ დაადგება იმ გზას, რომ მის თანახმადაც უნდა მოხდეს საკადრო წმენდა უშუალოდ პარტიაში, ბიზინა ივანიშვილმა ამას უნდა მოაყოლოს, რასაკვირველია პატიმრების განთავისუფლება, ბიზინა ივანიშვილმა და არა ახალმა პრემიერმა რომელიმე, პატიმრების განთავისუფლება, კანონების დეზავუირება გაუქმება, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კინწიწვით გაგდება პაპუაშვილი ანტიკართველისა, პრორუსისა კი არა, რუსისა რეალურად, პარლამენტის ფორმალურად სხვისთვის გადაბარება, მაგალითად ლადო კახაძისთვის, მე მგონი მეორედ ვახსენებ, კანონების გაუქმება და უკვე შემდგომ არჩევნების დანიშნა, ისე რომ პოლიტიკა დაბრუნდეს. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რომ პოლიტპირველი, რომ პოლიტიკა დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში და ყველას მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ იყოს ამ ასპარეზზე და თანაბარი შესაძლებლობა როცა მიეცემა, მე უკვე გაირკვევა, ვინ არის მართლა გამარჯვებული, ბანდიტების პარტია, ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით, თუ უუნარო სუსტი, არაფრის მაქნისი, ასე რომ ვუწოდებთ ხოლმე პირველ რიგში ვიტყვი ასე, თქვენის ნებართვით უუნარო პოლიტიკური ოპოზიცია ბიზინა ივანიშვილისა, რომელიც მე პირადად ძალიან არ მომწონს, მაგრამ 26 მაისამდე ერთგვარად მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული მის კრიტიკაზე, ოპოზიციის კრიტიკაზე 26 მაისის შემდეგ კი თქვენის ნებართვით მეც ეს ტაბუ მომეხსნება და ბევრს ვილაპარაკებ ქართული ოცნების პოლიტიკურ ოპოზიციაზე, მთლიანად კოლექტიურად, უგლებრივ ყველაზე ინდივიდუალურად თუ ცალკე, მაგრამ ბიზინა რომ მოსაცილებელია, ეს კი ფაქტია, უკანასკნელი ცუდი ოპოზიციონერიც კი ყველაზე კარგი თუ ვინმე ხავს ბიზინა ივანიშვილს და ხავდა კარგები ბჭყალებში. ბანდიტი, მეორე ბანდიტი, მესამე ბანდიტი, მეოთხე ბანდიტი, ხავს ბანდიტი კალაძე, ბანდიტი ვიღაცა, ყველაზე ცუდი ოპოზიციონერიც კი, ყველაზე კარგ ქართული ოცნების ბანდიტს ნამდვილად ჯობია. ეს უნდა გვახსოვდეს და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ბიზინა ივანიშვილი სადაც კი იქნება, ყველაზე კარგი ქართული ოცნების ფორმაციას რომ შეიქმნას, ის ბიზინა ივანიშვილი მათაც დაღუპავს, დაანგრევს, მერე გასწირავს და ასე შემდეგ, ოღონდაც კი თავად გადარჩეს. ამიტომ თავი და თავი ყველაფრისა არის ბიზინა ივანიშვილი, ხოლო დანარჩენები რასაკვირველია პოლიტიკურად დასაკლავები იყვნენ და დასაკლავები იქნებიან, მე ვგულისხმობ იმასაც, რომ ბიზინა ივანიშვილი ვისაც შეელევა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გასაკვირველია 4 კედელში იქნება ამოსამწყდები, როცა იქნება მაშინ. ნახვამდის.